გამარჯობათ. დღეს შაბათია, ჩემი გადაცემა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. ჩვენ ისევ ფორმაში ვართ და შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები და ჩვენ ეხლა ის მდგომარეობა, როცა აქცენტები უნდა გავაკეთოთ ზუსტი, იმიტომ რომ ბოლო მოვლენები, რომელიც საქართველოში განვითარდა, მიუთითებს იმაზე, რომ ასე გაგრძელება ცხოვრების არ შეიძლება. ეს არის შეურაცხყოფა საკუთარი თავისა, ეს არის ადამიანური ღირსების შეურაცხყოფა, ეს არის ჩვენი შესანიშნავი ახალგაზრდების ნაწილის განადგურება იმ დამპალი იდეოლოგიისა და იმ სისტემის მიერ, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამიტომ თავარი, რასაც მე მივაქცევ ყურადღებას და ფაქტობრივად პროგრამული სახით ჩამოვაყალიბებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საფუძველი ამისა ჩვენ დაწყებული გვაქვს, ამას ქვია ქართველთა დიდი გაერთიანება, არაპარტიული, ახლა პარტიების დრო არ არის, სავალია ქართველი ხალხის ნება აიკრიბოს საქართველებზე ვსაუბრობ, მოქმედების მოსურნე ქართველებზე ვსაუბრობ და ჩვენ ვაიძულოთ ყველა, ვისაც ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო უღირს, ვინც არა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი ცნობილ ისტორიულ ადგილზე მოვილაპარაკებთ ამაზე, ბევრი ადგილია შესანიშნავ წარსულს რომ მოვლენებს უკავშირდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ქართველი ხალხის ზეწოლით უნდა დავაჯინოთ დიდი მრგვალი მაგიდის ირგვლივ და გლობალურ შეთანხმებას უნდა მივახციოთ. სახელმწიფო, როგორც ხელუხლებელი ქართული სახელმწიფო, მისი კულტურა როგორც აღმავალი საკუთარი ფუძიდან აღმავალი მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს, ჩვენი ფანტასტიკური ენა და ყველაფერი ამის მატარებელი ქართველი ხალხი, თუ ქართველი ხალხი არ იქნა, ენა მამულის არწმუნება არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მისი მატარებელი ხალხი არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი ქართველთა გაერთიანებისა არის ძალა შეიკრას, რომელიც ყველას, კარგი რამეს ვამბობ, ძალიან კარგი რამეს, ყველას მივაღებინოთ თამაშის წესები, საკუთარ სახელმწიფოში, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური კონკურენცია, როგორი უნდა იყოს არჩევნები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თანხდება, ვინც კი ხელს გაიშვერს და წაცდება გაყალბებისკენ და ასე შემდეგ ის პოლიტიკიდან უნდა გათხრეული იქნას ყველას მიერ. ჩვენ გვინდა კონკურენტული პოლიტიკური გარემო, სადაც სასიცოცხლო საკითხებზე პოლიტიკური ლიდერები, ვისაც უნდა რომ ავანსცენაზე იყოს, დაჯდებიან და იმსჯელებენ. დღეს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში განადგურებულია, მიზანმიმართულად იქნა განადგურებული, აგებულია სისტემა, ძალაუფლების სისტემა, აგებულია სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, რომლებიც დაყვანილი იქნა ცხენია მათ მაგიერ, მაგრამ განადგურებული იქნა და ფაქტიურად ტრაგიკომიკულ პროფანი ადამიანების დონემდე იქნა დაყვანილი პოლიტიკა და მიდის გაძლიერებული პროპაგანდა ამ ხალხისა, როგორც ოპოზიციისა, როგორც ამ შესანიშნავი ხელისუფლების, ესე იგი ხელის შემშლელების, არა და ხელისუფლება და ეს ოპოზიცია აბსოლუტურად ერთნაირები არიან, აბსოლუტურად ერთი და იგივე პატრონი ყავთ, მაგრამ ეს არის შესანიშნავად აწყობილი ტექნოლოგია, თუ ხალხი როგორ უნდა გამოიყვანონ საღი აზრიდან, როგორ უნდა დააჯერონ ისინი, რომ აი ხვალ გადატრიალება ხდებოდა. კიდე გეუბნებით, მე დავწერე მომენტალურად ამის შესახებ, ეხლა მხოლოდ საღად მინდა ყველა მიფიქრეთ. ვინ არის პაატა ბურჭულაძე,
რომელ პოლიტიკურ ფიგურას ის წარმოადგენს, რა პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს, რა პოლიტიკური ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის დაქცევა, ანუ ხელისუფლების დამხობა განეხორციელებინა. ვისთან ერთად პარტნიორი ვიყავდა ზოდელავა. ზოდელავა შეიძლება კარგი იურისტი იყოს, არ ვიცი, კარგი ვერაფერი მინახავს მაგ ჯგუფიდან მთლიანობაში, მაგრამ ვინ არიან ესენი პოლიტიკოსები? არა. აბა ვინ არიან? ჩამოყალიბებული პროფანები და ამ პროფანების პროპაგანდა მიდიოდა, რომ ეს ხალხი დაამხობდა ხელისუფლებას. საღამოს უკვე ბიჭი აჭიკჭიკდა, როცა დააწვნენ საავადმყოფოში, არამედ თქვენთან ავარო, ეს არ იცით ხალხმა, ხო? როგორ შეიძლება ხალხმა აიგდოს საკუთარი თავი ისე, რომ ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ერთად წავიდეს საკუთარი სახელმწიფოს, ეს ხელისუფლება რომ შესაცვლელი აქ ორი აზრი არ არის. მაგრამ ეს ხელისუფლება შეიძლება შეცვლილი იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელისუფლებას დამორჩილებული, ამ ხელისუფლების კოლოსალური ფულით მოსყიდული არ არის. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ცალკე სუბიექტი, რომელიც ნორმალურ არჩევნებში ხელსაც არ გაანძრევინებს ხელისუფლებას, რომ ის გაყალბებები აკეთოს, რა გაყალბებებსაც აკეთებს და არ შეიყვანოს შეცდომაში ხალხი, როდესაც ალტერნატივას ისე უჩვენებენ, თითქოს აი თუ ოცნება არ იქნა არჩეული, ქვეყანა დაიღუპება და ესენი მოვლენ. ესენი ვერ მოვლენ. ესენი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, ესენი კი არ არიან დღეს ქვეყნის ტრაგედია. ქვეყნის ტრაგედია დღეს არის საქართველოს ხელისუფლება. იმიტომ რომ გავიდა უკვე რამდენი ხანი, უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა, ხო? გადატრიალება, იარაღი და ეს ყველაფერი. ეს იქნება უახლოესი 2 წელი, სანამ არჩევნები მოგვადგება კარს საპარლამენტო. მანამდე იქნება სულ ამაზე საუბარი. ამ დროს ქვეყანაში ყველა პროცესი მიდის იქეთკენ, მართალია ხელისუფლების ტელევიზიები და ფანტასტიკურ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებენ, თითქოს უკვე საშუალო ხელფასი კოსმოსში გავიდა, სიმდიდრე მატულობს, ეკონომიკა თურმე 9.9%-ით იზრდება და ჩვენ გავდივართ ქვეყნიდან, ქვეყანა იყიდება, რა გააკეთა ბოლოს კობახიძემ, ახსნა და ძალიან მაგარ ადგილზე, ბორჯომის ხეობაში ხო, სტატუსი მოუხსნა იმ დღეებს, იმიტომ რომ გასაყიდად ამზადებენ და გაყიდიან კიდევაც, რა კი მათ წინააღმდეგობა არ ხდება. 6 მილიარდი ჩადო არაბმა, რომელსაც კიდევ 100 მილიარდი აქვს და მე მგონი არც დაუმალავს და უთქვა, რომ კიდე ჩავდება 100 მილიარდი და საერთოდ იყიდის ამ ქვეყანას. გაეროს მეთოდიკით დათვლილია საქართველოს მატერიალური სიმდიდრე. საქართველოს სიმდიდრე მატერიალურში მხოლოდ არ გამოისახება. აქ არის კულტურა, აქ არის ენა, აქ არის წარსული და ასე შემდეგ მომავლის პერსპექტივები, რომელიც ფულში არ იზომება. მაგრამ რაც მატერიალურად გაზომვას ექვემდებარება, 284 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს ნუ ახლა ინფლაციას რაღაც კურსის ცვლილებებს თუ გავითვალისწინებთ, კარგი. გაჭიმე, გამოჭიმე 9 ტრილიონი დოლარი შეიძლება იყოს. 9 ტრილიონი დოლარი პირველად გაუხდა მასკს ერთ კაცს საკუთარი ქონება. კაცები არაბული შეიხები ამ 64-ს, რომელიცაც საქართველოს წარმოადგენს, ამდენად იყიდიან, თუკი ამ ხელისუფლებას მიეცემა საშუალება და წინააღმდეგობა არ ექნება და გაყიდის ყველაფერს. რამდენიმე წლის უკან ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე აბუ-დაბის შეიხი ყავდა ჩამოყვანილი. ცნობილი საქმე არ გავიმეორებ ახლა. ჩავაჯინეთ თბილისში, მანქანაში და ბათუმში ჩავიყვანეთ. გასაგებია გზაში ციხისძირი იყო, წანეკონცხი იყო, ყველგან შევიარეთ და როცა იქ ბათუმის ცენტრში
მანქანიდან გადმოვიდა სახე ალეწილი ქონდა კაცს და ისე იყო რომ აი გაუგებრობაში რო არის კაცი და ვკითხეთ რა მოგიდა ხო ხართ კარგად თქვა ესო ქვეყანა არ არისო თქვა კაცი ახლაც მახსოვს ესო 64 არისო დიახ იმ შეიხმა დაინახა ის რასაც ქართველები ვერ ხედავენ ეს არის ფანტასტიკური ქვეყანა ვერ დავიკვეხნი რომ რაღაც ბევრი რამე მაქვს სოფლიოში ნანახი არა მაგრამ რაღაც ხომ ინახავს ამერიკა ევროპა არის აზია არის ეს მართლა საოცარი ქვეყანა ასეთი პატარა ასეთი მრავალფეროვანი ბუნებით არაფერს ვამბობ სუბკულტურებზე რომელთა კალეიდოსკოპური მრავალფეროვნება არის გამაოგნებელი ამ უსაშველოდ პატარა ქვეყანაში მცხოვრები ხალხისათვის. კაცი გაგიჟებულიყო, ეს არ არის ქვეყანაო, ეს 64 არისო. მათ რომლებსაც ახსოვთ ბედუინები როგორ ცხოვრობდნენ, თვითონ ბავშვები რო იყვნენ, კარვებში ცხოვრობდნენ, დღეს აღმოაჩნდა ჭკუა და იმ ფულით რომელიც მათ ბუნებამ მისცა ნავთობის აღმოჩენის შემდეგ ზღაპრული ქვეყნები ააშენეს ჩვენ ისეთი სიმდიდრის გარეშეც შეგვიძლია ზღაპრული ქვეყანა ავაშენოთ, მაგრამ ქართველი ხალხი ჯერ არ გაიზარდა იმ დონემდე, იმ პასუხისგებლობამდე, იმ პიროვნულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ქმნიან პიროვნებები. სახელმწიფოს თლიანობაში უვლიან პიროვნებები. ყმებს არ ჭირდებათ სახელმწიფო. ყმებს ჭირდებათ არქიფოსეთური ბელადი თავისუფალ ადამიანებს ჭირდება საკუთარი სახელმწიფო თავისუფალი წარმატებული ადამიანები საქმეში მყოფი ადამიანები თვითონ მოზომავენ ვის შეიძლება ანდონ გარკვეული დროით სახელმწიფოს მართვა ყმა გააკეთებს იმას რასაც 35 წელია აკეთებს ყმა არ გეწყინოთ კიდე გეუბნებით აქ უკვე ყოფნა არ ყოფნის საკითხია ეს ხელისუფლება ასე ითამაშებს წლები ასე თამაშობს კონფრონტაციაზე არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იქითკენ რომ ის რასაც ჩვენ ვამბობთ ეს ჩვენ უნდა ვაიძულოთ მათ შორის ოცნება უნდა ხალხი უჭერს ხალხს კეთილი ინებოს ყველასთან ერთად დაჯდეს საერთო ქართულ მაგიდაზე შეთანხმდეს რომელთა დარღვევა არც ერთ პარტიას არ ჩაულის უმტკივნეულოდ ისინი დაისჯებიან ყველაზე დიდი სასჯელი პოლიტიკური პარტიისთვის არის ეს რომ ხალხის ზურგში აქცევს ჩვენ უნდა შევაქციოთ ყველა იმას ვინც კი შეთანხმებულ თამაშის რეჟიმს დაარღვევს რატომ არის ეს საჭირო კიდე გეუბნებით ჩემი ცხოვრება განათლების და მეცნიერების სფეროსთან ვარ დაკავშირებული. ქართველი ახალგაზრდები გენეტიკურ დონეზე არიან უსაშველოდ გონება გახსნილები. ეს ხელისუფლება, წინამავნე ხელისუფლება ხარისხებშია სხვაობა მავნე რომელს ჯობია სიგლახეში დღევანდელი თუ წინა, ხო? ეს კიდე სადაო აქ ეს ჯობია, აქ ის ჯობია. განათლება გაანადგურეს. ჩვენ გვჭირდება ის იძულება ყველასი რომ ისინი ქვეყნის განვითარებაზე იფიქრებენ, განათლებაზე იფიქრებენ, მეცნიერებაზე იფიქრებენ, ხასუსვა. არავითარი ტურიზმი ქვეყანას ვერ განავითარებს. მე ვკითხულობ ლექციების კურსს 4 შაბათობით. კარგად მოусმინეთ ყველა ვინც კი ეკონომისტთან აქვს საქმე. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ტურიზმი გახადოს ეკონომიკის დრაივერი არის სუფთა სისულელე პროფესიული თვალსა და იდეოლოგიურად კი ბატონო იდეოლოგიათ ახლა იდეოლოგებთან საუბარს აზრი არ აქვს ეს მოსწონს და მორჩა ცდარია ჩვენ გვინდა ძალიან ძლიერი განათლება ჩვენ გვინდა ჩვენი ახალგაზრდების ამ განათლების სისტემაში ქართულ ფუძეზე აგება ქართული კულტურული ფუძე არის უნიკალური თავისი სიმდიდრით თავისი სიღრმით ქართულ წიაღში აღზრდილი ახალგაზრდა კაცი
იქნება ძალიან ღრმად გამგები სხვა ქვეყნების კულტურებისა და სხვა ქვეყნების კულტურების წვდომა შენი სიმდიდრეა და არა ის ველური, პრიმიტიული და გონებაჩლუნგის საქციელი, როდესაც ვიღაც ახალგაზრდა წერდა რომ აი თქვენ რო სადღაც იკრიბებით ორშაბათში ჩვენო პატრიოტები საქართველოში 4-ში ვიკრიბებით იქ და იქ მოდითო რომელი პატრიოტები იყავით იქ მისულები ახალგაზრდები როგორც განდონები ისე გამოგიყენეს გითხარით ეს პირველ გადაცემაში პრეზერვატივი ვახსენე მაშინ განდონებად გამოგიყენეს უღირსად ჩაგთვალეს იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდა ხალხი აძლევთ თავისუფლებას არარაობებმა გამასხარაონ ვიღაც გარეწარი ახალგაზრდა ლიდერები რომელსაც ფულს აძლევენ ორგანიზება გაგიკეთონ იმის ნაცვლად რომ იგრძნოთ რომ ამ ქვეყნის შვილები ხარ და მომავალი თქვენ უნდა აშენოთ ამ ქვეყანაში იმიტომ მე აგრესიულად რომ ვარ იმიტომ 1000-ჯერ შემოგითვალეთ, სადაც გნებავთ იქ მოვალ, გინდა 50,000 იყავით, გინდა 100,000 ყველაზე მოტყუებული ხართ. 4 ოქტომბრის იმ მარაზმის შემდეგ, რაც თქვენ იქ მყოფმა ახალგაზრდებმა ნახეთ. ნუ თუ არაფერში არ დაბრუნდებით. თუ შინ ევროპაში მიდიხართ და დანარჩენს თქვენ ხომ ერთხელაც არ დაგისვამთ. თქვენ ხომ ერთხელაც არ გაგიპროტესტებიათ არაფორმალური მმართველობა. თქვენ ხო ერთხელ არ გაგიპროტესტებიათ ის სასაცილო განათლება, რომლითაც განადგურებენ, რომლითაც თქვენ აზრზე არ ახართ თქვენი სპეციალობებისა, ვისაც გეწყინებათ ეს, სადაც გნებათ იქ მოვა. ანალოგიურ სპეციალობაზე ამ წუთში ეკონომიკაზე ვსაუბრობ მე და ფუნდამენტალურ რამებზე ნებისმიერ უნივერსიტეტში მოვა. გადაგიშლით ეკონომიკის სახელმძღვანელოს. თუ გნებავთ ჩემს სახელმძღვანელოს, თანამედროვე უმაღლესი მაკროეკონომიკა. ერთი სტუდენტი თუ მოიძებნება, ვინც წაიკითხავს, გაიგებს კი არა, წაიკითხავს. რატო გეუბნებით? ეს სტანდარტული კურსია, მართალია კარგად გავაკეთე, მაგრამ ეს კურსი სავალდებულოა ყველა ეკონომიკის სპეციალობისთვის გარდა საქართველოში. მე ახლა ვკითხულობ კურსს, რომლის მსგავსი თქვენ არ წაგიკითხავთ, არც იცით. ამიტომ რატო გეუბნებით? იმიტომ ვარ ასე, იმიტომ ვიხარჯები ამას და სწორად ვიხარჯები, რომ აი კონტრმაგალითებზე უნდა დავაყენოთ ჩვენ იმის აუცილებლობა, რომ ეს ქვეყანა უნდა შეცვალოს და ეს უნდა შეცვალოს ქართველებმა. ვისაც ეს სახელმწიფო ძვირად უღირს, ქართველი მალე არ დარჩება ამ ქვეყანაში. ხას უსვამ, რამდენი არქიფოც არ უნდა იძახოთ, არიქა ერთი არქიფო იქ აყავთ, მეორე არქიფო კიდე სადაა ღმერთმა იცის, ხო? ეს ქვეყანა თავდება ქართველებისთვის. აღარ რჩება ქართველი თქვენ, არაფრის გაგება არ გინდათ? 1,420,000 ქართველია დარჩენილი ამ ქვეყანაში. წელს 200,000-ზე მეტი გავა. მომავალ წელს ასევე იქნება, არ გაჩერდება. ამ აყვავებულ ქვეყანაში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ხალხი სამსახურს ვერ პოულობს. ქართველი, ეთნიკურად ქართველი საკუთარი საქმის წამოწყებისთვის არანაირ გარემოს არ უქმნიან მას, რომ ვინმე რაიმე კი არ უნდა აჩუქოს, რას კი გაჩუქოს ვინმე. არა, მაგრამ სამაგიეროდ ინტერციურად მიდის ქართველების ჩანაცვლება. თუ ამას ვერ ხედავთ, თუ თქვენ არიქ აბა ახლა სააკაშვილი ვერ მოვა ხელისუფლებაში. რატომ ვერ მოვა იცით? თუ ეს საკითხი დადგება, ქართველი ხალხი, რასაც მე წლებია მოგმართავთ თქვენ, სანამ ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორები გავახმიანებ და გეუბნებით, მოვა დრო და ეს ქვეყანა დასაცავი იქნება. ყოველთვის მოგმართავდით, მოამზადეთ საკუთარი თავი, საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მე ამას მიმართავ საქართველოს, მე ყველასთან არა. ერთი ასაკოვანი კაცია, ცოტა იქ
ძალიან შორს წარსულში არის ჩარჩენილი, ხო და მანდამაიც მოითხოვს რაღაცეებს. გავაფრთხილე უკვე, მეც აღარ გავაფრთხილე. საქმე რა შეიცით? აი თქვენ ხო უნდა ყველა ქართველი გაერთიანოთ. ასეთი რამ სოფლიოში არ მოხდარა და საქართველოშიც არ მოხდება. ერთიანდებიან ყოველთვის ის საღი მოქმედი ადამიანები, რომლებსაც საერთო მიზანი გააჩნიათ. როგორ შემიძლია მე სააკაშვილის მეხოდბე ან და ივანიშვილის მეხოდბესთან მივიდე და უთხრა, რომ საქართველოს ცუდ დღეში არ ესმის. არ ესმის, არც აინტერესებს. ამიტომ ჩვენ გადავაყოლოთ, მე პიროვნულად არავისთან არ მაქვს არანაირი შეხება. არ მაინტერესებს პიროვნულად როგორები არიან ისინი, პირადად იცხოვრონ, მე ურთიერთობა მათთან არ მაქვს. თუმცა ერთსაც კარგად ვიცნობ და მეორესაც კარგად ვიცნობ. მე გეუბნებით ამ ქვეყნის თაობას. ჩვენ 4 ოქტომბერზე ნახეთ, რომ იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. რატომ დამძიმდება მდგომარეობა საქართველოში? სულ ბოლო ინფორმაციებს გეუბნებით. ბრიტანეთმა აზერბაიჯანთან ურთიერთობა აიყვანა სტრატეგიულ დონეზე და ის სომხეთში ძალიან აქტიურია და საქართველოშიც მე არაერთხელ მithქვას ბრიტანეთის დაზვერვა. ძალიან ინტენსიურად მუშაობს საქართველოში უკვე დიდი ხანია. სამხრეთ კავკასიაში თავისი მდგომარეობის გასაძლიერებლად მან გადადგა მორიგი ნაბიჯები. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დღეს კიდევ და დღემდე ძალიან მძლავრი სამსახური, თუმცა ბრიტანეთი ის არ არის, რაც თავის დროზე ბრიტანული იმპერია იყო, მაგრამ ამ ხალხმა იცის კავკასიაში მუშაობა, ისინი დიდი ხანია, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს და ბაქოს ნავთობის დროს იქ სულ ბრიტანელები იყვნენ და ასე შემდეგ. სერიოზული ქსელი აქვს, მათ შორის საქართველოშიც, კიდე გეუბნებით. ესე იგი, ბრიტანეთის გააქტიურება, შეერთებული შტატების გააქტიურება კარგი ხანია და ვიცით, მაგრამ ბრიტანეთის ინტერესები კავკასიაში და შეერთებული შტატების ინტერესები კავკასიაში ერთი და იგივე არ არის, პირიქით. რუსების ინტერესები და დღეს უკვე სერიოზულად არის საუბარი რუსეთში, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს და სხვაგვარად უნდა იმოქმედოს. რუსებს იმდენი შეცდომები აქვთ დაშვებული, იმდენი გაუთვლელი ნაბიჯი აქვს გადამდგა, მაგრამ ჩვენ დგავართ ეხლა საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის წინაშე. ამიტომ მე წარსულში ქექვა, თუმცა ყველაფერი იმაზე გაცილებით კარგად ვიცი, ვიდრე საყოველთაოდ არის ცნობილი, ჩვენ გმართებს ხვალინდელ დღეზე ფიქრი, შიგა მოწესრიგება, მეზობლებთან ურთიერთობის დალაგება, ჩვენ შეგვიძლია ამის დალაგება, ამერიკელებთან, ევროპელებთან, თურქებთან, ირანთან, ყველასთან დალაგება შეგვიძლია, მაგრამ ხალხი უნდა იყოს ისეთი ხელისუფლებაში, რომლებიც ამ ქვეყნის მესვეურები არიან. ხაზს უსვამ ძალიან საშიში მდგომარეობა. დაუშვათ ჩაიშალა გადატრიალება. დაუშვათ ეს მართლაც იყო. მაშინ ეს ოპოზიცია სუფთა დეგენერაციის უმდაბლეს ხარისხზეა, იმიტომ რომ ასე აპირებდნენ მართალია სუსტი ხელისუფლების, მაგრამ 4 ოქტომბრამდე ხომ წერდი და ვამბობდი, არ არის კაცო დღეს ისეთი მდგომარეობა, შენ ვერ დაამხობ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ თუ თვითონ ხელისუფლების უმაღლესი პირი არის ამის ხელშემწყობი, დღეს არის რაღაცა არის თქვენ გონიათ ის სპეცსახურები დოყლაპიები არიან და ასე იოლად შეუძლია ვიღაცას არაფერს რო არ წარმოადგენს, ვიღაცა ყოფილ მომღერალს, რომელსაც გრამი ჭკუა არ გააჩნია, ქვეყანა ვინ გადმოგატრიალებინებს ქვეყანა, პრინციპის დონეზე არ გადმოგატრიალებინ და ამაში ჩართულია 10,000-ობით ახალგაზრდა. საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს და მათ შორის არაფორმალურ მართალს მიმართავ. ვიღაც პროფესორი თქვენს
პოლიტიკას რო ატარებს იმ უნივერსიტეტებში, ქალბატონი, ხო? ქალბატონად მე არა მაქვს უფლება რომ უხეშად ვისაუბრო, მით უმეტეს დედრობითი სქესის წარმომადგენელია. ქალბატონობისგან შორსაა ძალიან. რას ამბობს? ტრუპები რომ ყოფილიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ხო და ამ უნივერსიტეტების წყალწაღებული უნივერსიტეტების 300-ზე მეტმა ვითომ პროფესორმა ხელი მოაწერა, რომ არიქა ამას ნუახსენებთ, ნუ ჩაგრავდა, ხო? ეს იმ ქალბატონის ბრალი არ არის, ეს იმ უნივერსიტეტებში რომ ვითომ პროფესორა ყავთ, იმისი ბრალი არ არის, ეს ხელისუფლების პოლიტიკაა. თქვენ შექმნით ისეთი უნივერსიტეტი, არ მინდა ჩამოთვალო, ისედაც ცნობილი, აიღეთ თბილისის უნივერსიტეტი, აიღეთ ილიაური, აიღეთ რაღაც კავკასიის კიდე რაღაცა. ეს თქვენი პოლიტიკის შედეგია. ეს თვითნებურად კი არ არის. ვის ატყუებთ, კიდე გეუბნებით, კაცი? პროფესორი, წარმოიდგინეთ თქვენ რა დონეზე დაბოღმილი ადამიანებია, ესენი რო სტუდენტების აუდიტორიას იშევლე, რაზე იქნება იქ საუბარი? აი, შემიძლია ხაზზე დავიფიცო. პირველად დამოუკიდებელი ლექცია სრულიად ახალგაზრდა ბიჭს მანდეს 25 წლის ვიყავი. მის შემდეგ ერთხელ არ მახსოვს დღესაც რომ მე უნივერსიტეტში მოვიდე, აუდიტორიაში შევიდე და ახალგაზრდებს პოლიტიკაზე ვესაუბრო. კაცო, ეს უნივერსიტეტია, აქ საგნებია, აქ მე ამაზე უნდა ვესაუბრო. გარეთ თუ ვინმეს ექნება რაიმე კითხვა, მოვა ჩემთან, მაგრამ მე უნივერსიტეტის კედლებში პოლიტიკაზე არ დაველაპარაკები ახალგაზრდებს. იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესია, ეს თამაშის წესია, ეს პატივისცემა ამ კედლებისადმი, სადაც ახალგაზრდები მოდიან, ჩემი შეხედულებები პოლიტიკაზე თუ აინტერესებს, შეუძლია გადაცემა ნახონ. შეიძლება ისე მკითხონ რაიმე, მაგრამ აუდიტორიაში მე ვესაუბრო, ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, საით უნდა წავიდეთ, ჩინ ევროპაში თუ იქით. ეს არის დაუშვებელი, მაგრამ ეს დამპალი სისტემა დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნით. ნახეთ, ქალი, რომელსაც პრეტენზია აქვს პროფესორობაზე, შიგნიდან გამომპალია. და ასევე გამომპალი ადამიანები, ამათთვის საქართველო არ არსებობს. ამათთვის არსებობს ის იდეოლოგიური კლიშეები, რომელიც ფარგლებშიც ისინი მოქმედებენ და უკვე ესენი ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ჩვენ ადრე შეიძლება ზოგს იცნობდით თქვენ და პროფესორი იყო და მართლაც გონიერი საღი ადამიანი იყო. არა, როგორც კი ადამიანები ბრბოს შემადგენლობაში შეაბიჯებენ და ბრბოს ფსიქოლოგიას აიღებენ, მაშინ მათ ტრუპები უნდათ, მაშინ მათ უნდათ სისხლი, მათ უნდათ გადატრიალება, თავისი იდეები, რომ დაიკმაყოფილონ, სულაც არ ანაღლებთ, რა იქნება აქ. თუ ვინმეს ეწყინებათ, სადაც გნებავთ, იქ დაგიჯდებით სასაუბროდ. თქვენთან მოვა, დაცვით მე არ დავდივარ, დაცვა მე არ ამყავს, არც არასდროს არ მეყოლება და არც არასდროს არ დამჭირდება. მე თავისუფალი ადამიანი ვარ. უზარმაზარი პასუხისგებლობა მაქვს ყველა ჩემს სიტყვაზე, სადაც გნებავთ იქ და თქვენ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდები ამ ფანტასტიკურ კულტურაში, ამ ფანტასტიკურ შეხედულებათა სისტემაში გაზარდოთ, დაანახოთ თუ რა საოცარი ქვეყანა აქვთ, რას დაამსგავსეთ, შეხედეთ, ახალგაზრდებს მოგმართავთ, ძალიან ხისტად გესაუბრებით, როგორც განდონები ისე გამოგიყენეს, ღირსება არ აგავთ, კიდე გეუბნებით, არ გცხვენიათ, ბიჭო, სად გაიზარდეთ ასეთები, როგორ აძლევთ ახალგაზრდა ასაკში თავს, უფლებას, ვიღაცამ ასეთ დონეზე გამოგიყენოს, წაგიყვანოს, გაშტერაოს, კიდე გეუბნები. და შენ გონედიავს, რომ ორიენტირებული ხარ და ევროპაში მიდიხარ და არიქა მომავალს გიკარგავენ. მომავალი შენ უკვე დაკარგული გაქვს. დედა გიტირეს, ისეთი განათლება აკიდეს, წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს და გარჩევა უკვე ცოტა უფრო ღრმა საკითხებიც აღარ შეგიძლია.
მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ხარ და კიდე შეიძლება შენი მობრუნება აქეთ თუ მოისურვებ თუ არა და იქნები მარგინალური ჯგუფი შენ ამ ქვეყანას არავინ არ დაგაღუპინებს კიდე გეუბნებით ასე თუ არ ვისაუბრეთ ამიტომ ჩემი მთავარი თემა არის ქართველთა გაერთიანება ადამიანების ერთობა მალე უნდა შეიკრას იმ დონეზე რომ ჩვენ ყველას ჩამოვაროთ და უთხრათ შევათანხმოთ თავაზიანად მივიდეთ ყველას მიმართ პატივისცემა გინდათ საქართველოში პოლიტიკოსობა პარტია გქონდეთ ყველა კონსტიტუციურად გააქვთ უფლება და ეხლა 333 პარტია ხართ რეგისტრირებული თქვენნაირ პარტიებს რა უთხრა მე კი ბატონო იყავით ყველა მეტნაკლებად ღირებული დიდ მაგიდას შემოუსწდეს და ერთმანეთში მოლაპარაკება მოხდეს რა არის პრინციპები მე პოლიტიკაში მაინტერესებს ერთი რამ მახსოვს ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო მის ტელევიზიაში დამპატიჟეს მაშინ არ იყო ასეთი შეზღუდვები მე არანაირი შეზღუდვა არც მათ ტელევიზიებში არ მქონია არც საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოლო რამდენიმე წელია ოცნება მაგძალა ყველაფერი იმიტომ რომ ესენი იმადზე უარესები არიან ამ ხრივ ასე გონიათ კარგ რამეს აკეთებენ მე მაშინ თქვი რამ რომელიც სერიოზული გამოხმაურება მე არ მაინტერესებს თქვენ თუ ჩემთან სათანამშრომლოდ მოდიხართ რაც გავაკეთებთ ჩვენ ერთად რატომ იცით ჩვენ შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები ვიყოთ და დავგეგმოთ კარგი რამეები მაგრამ ჩვენ და დამოუკიდებლად ჩვენ ეს არ გამოგვივიდეს გასაგებია ჩვენი პასუხისგებლობა რაღაც არის მაგრამ ამიტომ მე როდესაც ადამიანთან მინდა პოლიტიკური კავშირი მქონდეს და მას ერთად წარმოვიდგინო მასთან ერთად მე მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი რას გააკეთებ ის კი არ მაინტერესებს რაც არ გააკეთებ ეს მაინტერესებს მე მაინტერესებს შენ როცა ჩვენ პოლიტიკური პარტნიორები ან თუ გნებავთ რა კი ჩვენ საჯაროა ჩვენ ასე თუ ისე ყველანაირად პოლიტიკაში ვართ ხო მე ახლა არჩევნებში მივიღებ თუ არ მივიღებ მნიშვნელობას ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე მაინტერესებს შენ აი რაც არ გააკეთებ გადახვალ თუ არა მორალის ზნეობის იმ აკრძალულ წითელ ხაზებს რომლის იქითაც შენ ადამიანი ვერ იქნები და შენ სანდო ვერ იქნები და შენ ქვეყნისთვის ვერ გამოდგები ამიტომ ეს პრინციპი არის უმნიშვნელოვანესი თუ ჩვენ ყველას ვაიძულებთ თუ არა და გაძლიერებული და მოძლიერებული ქართველთა ერთობა იმ პარტიას რომელიც უარს იტყვის საერთო თამაშის წესებზე ჩვენ რა გვინდა ჩვენ გვინდა შევათანხმოთ ყველანი რომ ამ ხელისუფლებაში თუ მოხვალთ ან ცალკე ან კოალიციურად თქვენ ამ სახელმწიფოს განვითარებაზე, ამ კულტურაზე, ამ ხალხზე, ამ მომავალზე, უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ იმსჯერლებთ, მიიღებთ გადაწყვეტილებას. შეთანხმებულ რეჟიმში ვინ გაიმარჯვებს, მე პირადად აბსოლუტურად არ მაინტერესებს. რატომ იცით? თუ ერთი ჯგუფი გაიმარჯვებს, ან ჯგუფი, რამდენიმე ჯგუფი ერთად მოვა ხელისუფლებაში, რაღაცას გააკეთებს, რაღაცას ვერ გააკეთებს, უკეთესი თუ გამოჩნდება არჩევნების შეცვლის მას. ამიტომ ჩემთვის მთავარია ეს პროცესი იყოს და არა ის საზიზღრობა, რასაც ხელისუფლება მე-13 წელი. უბრალოდ მე-13 წელია გვაყურებინებს, რომ ეს არის მე-5 კოლონა თუ არის 11-12 წელია ფულს რატო უხდით ამ ხალხს? რატო აფინანსებთ ამას? იმ ნაგავ და კანალიზაციის ტელევიზიებს რატომ უფინანსებთ? თქვენ გონიათ რა ისინი ხელისუფლების ნების გარეშე მოქმედებენ, მაშინ თქვენ უვარგისები ყოფილხართ. როგორ შეიძლება ისეთი კანალიზაციის ტელევიზიები, რომლებიც კონსტიტუციურ წყობას ძირს უთხრიან, მოქმედებდნენ ხელისუფლების თანხმობის გარეშე? არ შეიძლება ეს, შეუძლებელია ეს. შეიძლება პატივსცემდეთ ხელისუფლებას მოგმართავთ, არაფორმალურ მმართველს მოგმართავთ. შეიძლება თქვენ ქართველ ხალხს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თქვენ გენდობიან,
ასე უპატივცემულოდ მოექცეთ, რომ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის მეშვეობით რეკლამას აკეთებთ, რომ ესენი დაამხობენ ხვალ. მე გუშინ წინ დავწერე რაღაცა და გაბრიელ გარსია მარკესის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა გავიხსენეთ ცოტა გაშარჟებულ კონტექსტში ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო, გამოცხადებული მკვლელობა იყო, ხო? ხალხი მოდიოდა პროფანები ხასუცა და 10,000 პროფანი რომელმაც დაიჯერა, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა ამ ხელისუფლებას დაუშვათ 2 ტრუპი, საზიზღრობა, ხო? დაუშვა და 2 კი არა 10 კაცი პროვოკაცია მოეწყოთ და თქვენ გონიათ რა გადატრიალება მოხდებოდა, მაშინ საერთოდ შეიძლება ფიზიკურად განადგურებულიყავით. ამდენს ვერ ხდებით, კაცო. ვინ, კაცო, იმ ნაცმოძრაობის არ მინდა ისევ ქალბატონებს ვიტყვი, ვითომ ქალბატონები, ვითომ პოლიტიკური ლიდერები, რომ პატრონი არა გყავთ, კაცო. ამდენი წელია ხართ, ვითომ ლიდერები, ხო? წადით სახლში. წადით, თქვენ კაი ხალხო, ოჯახს მიხედეთ, რაღაც იაქტიურეთ, სხვა საქმე, რა თქვენი საქმეა, პოლიტიკა. არ მინდა გვარები დავასახედო, ზოგი ჩემი ქალაქიდანაა, ზოგი არა, ჩემ მტერს მასეთი პოლიტიკოსები. რა გავაკეთოთ? თავი ვიმასხაროთ და ეხლა ვიყოთ კმაყოფილი, რომ მალადეც, ესე იგი, დაამარცხეს მტერი. მტერი თუ ყავს 12 წელი, რატო არ გამოყერე ყველანი ციხეებში, სასამართლოები რატო არ მოაწყვე და მტერი და მეხუთე კოლონა რატო ახლა არ დამიწყოთ გარედან ზეწოლა იყო, გარედან ზეწოლა, იმიტომ იყო თქვენ ახართ იმ გარედან მართული ხალხი და ამიტომ საზღვრები გაქვთ მოქმედების, თქვენ არ ახართ თავისუფალი ვერასდროს ვერანაირი ძალიან მაგარი პატრიოტი ხელისუფლება ვერ იქნება, იმიტომ რომ თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს საერთაშორისო გეოპოლიტიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ თქვენ რასაც გინდა, იმას ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ შეზღუდვები არაერთხელ თქვი. შენ როცა გინდა შენი უსაფრთხოების ოპტიმიზაცია, შენ გაქვს არა უპირობო ოპტიმიზაცია, არამედ პირობები ადებს, უტოლობები ადებს, სტოლობები ადებს, ამას ყველაფერს ძალიან სერიოზულ მათემატიკურ დონეზე ახსნის მალე იმ ლექციებზე. და რა გავაკეთოთ ახლა ვიშტეროთ თავი და ყოველდღე უსმინოთ იმას, ყოველდღე დილიდან საღამომდე. როგორ ჩაიშალა, ვიღაცები საზღვარგარეთ არიან კიდე, ესე იგი ზოგს ვიცნობ და deep state-ი დაამარცხა საქართველომ. მე რა მინდა იცით? მე საქართველოს მიმართა ჩემ გვერდზე არასაღი ადამიანი, თუმცა უამრავი შემოდის და ზოგი დღეს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მაიცად როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან იყო ვიღაცა, რომელსაც წაკითხულიდან აზრი ვერ გამნახე სპეციალურად მისი გვერდი ნორმალური ახალგაზრდა, მაგრამ იმ უბედურების ახალგაზრდა, რომელიც იმ ტყლაპო ინსტიტუტებში იდეოლოგიით მოწამლეს და საერთოდ არ ესმის რას ვლაპარაკობ, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ სულელური კომენტარი დაწერა. რა გავაკეთოთ ახლა? შევეგუოთ ამას? ხელისუფლება ხარ მოაგვარეთ? არ მინდა ყოველდღე ამაზე ლაპარაკი. ახლა მე მინდა კონსტრუქციულად რა ნაბიჯი გადაიდგმება. აგვარებთ კრიზისს, პირობას გაძლევთ. აი, ღიად, ალალად გეუბნებით. ვერანაირი კრიზისის მომვლელი თქვენ არ ახართ. არაფორმალურ მართველს ვეუბნებით, ბატონო ბიძინა. იცით მე ვინა ვარ, მეც ვიცი თქვენ ვინ ახართ. შანსი არა გაქვთ, რომ პოლიტიკური კრიზისი დაალაგოთ. რატომ იცით? თქვენ სხვანაირად უყურებთ ამას. თქვენ კონფრონტაციაზე გინდა თქვენი პოლიტიკაში ყოფნა ააგოთ. კაცო, სახელმწიფო ეწირება ამას. თქვენ რა გონიათ, ეს სახელმწიფოა? სადაც არჩევნები არის მტრების, ქვეყნის მტრების,
რომლებიც მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციური წესით დანიშნულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. აბა ისი ხელისუფლება ხარ, ვერ დაიჭერთ ამას, თუ მტრები არიან, თუ საბუთები გააქვთ ამისა, მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის. მაგრამ მე მრავლდებელი არა ვარ, მე მათ ვერ დავიჭერ და ვერ სასამართლომდებელი, მაგრამ მე ვისურვებდი თქვენს რიგებში მყოფი ხალხი, რომლებიც უამრავ სიგლახეშია და ყოფილი ხელისუფლებების, თუ გნებავთ იქ შევარდნაძის უბედური ხელისუფლების დროს და ასე შემდეგ, თუ ვინმე დასაჯდელია, პრინციპი ხელუხლებელი უნდა იყოს სასამართლო გზით, სამართლიანი ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით, თუ გასამართლდება ადამიანი უნდა გასამართლდეს, თუ ვერ გასამართლდება თემა უნდა დაიხუროს. ესე იგი, თქვენ მიუხედავად იმისა 4 ოქტომბერს ბჭყალებში გაიმარჯვეთ, როგორ გაიმარჯვეთ, მითხარით 40% მოვიდა. არც კი. 60% არ მოვიდა. აი ის 60%-დან ყველაზე საღი, აქტიური, მოქმედი ქართველთა გაერთიანების წევრად რო იგრძნობს. წევრობა რა, ჩვენ საწევრო მოწმობას კი არ ვიძლევით ან რაიმე თანამდებობას, არა, ჩვენ ყველანი ერთი ვართ, ჩვენ ვართ ქართველთა გაერთიანება. ეს ძალა თუ ჩვენ არ დავაჯენთ, რასაც მე გეუბნებით და არ ვაიძულებთ ამ პოლიტიკურ პარტიებს ესენი ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან. ხელისუფლებას არ აქვს ის პოლიტიკური ავტორიტეტი, რომ ის გახდეს იმ პროცესის დამწყები, რომელიც პოლიტიკური კრიზისი როგორ შეიძლება გადაწყდეს კომპრომისების საფუძველზე. რის კომპრომისზე წამსვლელია ოცნება, როცა გათელილი ყავს ირგვლივ პოლიტიკური პარტიები. რა კომპრომისი უნდა გაუკეთოს ხალხს, რომელსაც კვებავს, როცა უნდა გადაუვლის, როცა უნდა აჯანყებას გააკეთებინებს, ვის? ბურჭულაძეს და ზოდოლავას გადატრიალებას აკეთებდი და თქვენ გინდათ მე რო სერიოზულად აგიქვა თქვენ? მე უმძიმესი ცხოვრება გავიარე ბავშვობიდან, ძალიან რთული ცხოვრება. მოვედი იქამდე, სანამდეც მოვედი. დარჩენილი ცხოვრება მე მინდა რაც კი დამიგროვდა, სერიოზულ საქმეს მოვახმარო. მე მინდა ხელისუფლებაში თუ ხართ, მართალია უკანონო ხელისუფლება ხართ, მაგრამ ხო ხართ ფაქტობრივად. რაღაცა სასიკეთო გადადგეთ. ეს კრიზისი ადრე თუ გვიან მივა იარაღამდე. რატომ მივა იარაღამდე? კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა ვამბობ. საგარეო გეოპოლიტიკური დაძაბულობა იმატებს. არაფერი დიპლომატიური გზით არ გადაწყდება. სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი დაპირისპირებისა. ამ ხელისუფლების პოზიცია, რატო იზოლირებული ის საერთაშორისო პოლიტიკაში, იზოლირებული ხართ. იმიტომ რომ გაუგებარია, არამყარია, აუცილებლად მოიძებნება გარეთ ყოფი ძალები, რომლებსაც იარაღს დააკავებინებენ ხელში. კიდე გეუბნებით. ამას გეუბნებით ისეთ ინფორმაციას, თუ თქვენ გონება ოდნავ მაინც შეგრჩენიათ. გეუბნებით, თუ თქვენ გააგრძელებთ ასე, იარაღამდე მივა საქმე და ეს იქნება გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი ჯგუფის მიერ ორგანიზებული მართლაც იარაღით დაპირისპირება და თქვენი ბრალი იქნება ეს ყველაფერი. მე გარეთ რა ხდება ძალიან კარგად ვიცი, ვის რა მიზნები აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ისიც ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემებიცაა შემიძლია ნებისმიერ ხელსახელისუფლებო ჯგუფს დაუჯდე და ღია დისკუსიის დროს მე არაფერი არ მინდა თქვენგან, მე საერთოდ არაფერი არ მინდა, მე მინდა თქვენ აკეთებდეთ თქვენ საქმეს, თქვენ საქმეს არ აკეთებთ, იარაღამდე მივა საქმე.
იარაღამდე რომ მივა მე ეს წლების უკანაც ვთქვი ბატონი ივანიშვილიც თავის ოჯახს დიდ საფრთხეს უქმნის და ეს ვითომ ხელისუფლება პირველი პირები ესენიც თავის თავს ნუ გონიათ რომ თქვენ ვიღაცას მოერიეთ პოლიტიკაში მორევები ყოველთვის არის დროებითი შენ თუ ერევი შენ ფუძეში უნდა იყო მართალი ფუძეში მართლობა არის რა იცი თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას ქართველი ხალხის ინტელექტის ზრდას განათლებას მეცნიერებას ეკონომიკისგან რომელს ემსახურებთ და ამ კონფრონტაციაზე ინარჩუნებთ ძალაუფლებას და თქვენ გონიათ რომ ეს გამსვლელი პაიკია არ არის გამსვლელი გამსვლელი უკვე გაიყვანეთ თქვენ და მოგიკლეს ის დედოფალი რომელიც თქვენ გაიყვანეთ მოკლულია თქვენ ისევ არალეგიტიმურ ხელისუფლებად დარჩით დათვალეთ რამდენი პროცენტია ჩვენ კი შემოგთავაზეთ იდეალური გზა საერთოდ ყველანაირი კრიზისის დაძლევისა საქართველოში კანონიერების აღდგენა კანონიერება დარღვეულია სამხედრო გადატრიალების გზით არა ძველი ხელისუფლების აღდგენაზე კანონიერების აღდგენაზეა ეს არის სიმბოლური აქტი ეს არის სამართლებრივი და ეს არის პოლიტიკური აქტი თუ თქვენ ამ სამის მნიშვნელობას ვერ გრძნობთ თქვენ არაფერი გესაქმებათ ხელისუფლებაში კი ბატონო ტონაფული იშოვეთ კიდე ტონას დაამატებთ მაგრამ დავთავრდება ეს ცუდად კიდე გეუბნებით კანონიერების აღდგენის შემდეგ გამოცხადდება ახალი არჩევნები და საყოველთაოდ კონსენსუსის შეთანხმებით მოხდება საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი დახვეწა რომელიც გამორიცხავს გაყალბებას ამის მერე დაინიშნება არჩევნები თქვენ აგრძელებთ თქვენ საქმიანობას დროებითი მთავრობა იქნება ახალი მთავრობის არჩევამდე ხო გიჭერთ ხალხი მხარს რატომ ვერ მიდიხარ ამაზე მე კი არ უნდა ვლაპარაკობდი ამას თქვენ ეს არის ერთადერთი გზა სხვანაირად არაფერი არ გამოვა მაშინ ყველანი თანხდებით დიდ მაგისტრატთან ჯდებ ყველა იღებს არჩევნებში მონაწილეობას გაიმარჯვა ოცნებამ ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს ვინც ამოიღებს იმას ყველას თავის ადგილს მიუჩენთ ჩვენ ყველანი გაიმარჯვებს ვინც გაიმარჯვებს ის მისაღები იქნება იმიტომ რომ ჩვენ გადავედით იმ წარსულის აი როგორ იცი წარსული დავძლიეთ და ხვალინდელი დღისთვის ვიწყებთ მომავლის შენებას ხასუსვამ თქვენი ტურიზმი გაიკეთეთ უკანალში უხეშად გეუბნებით სად ნახეთ თქვენ ტურიზმით განვითარებული ქვეყანა ფანტასტიკური ახალგაზრდებია ამას განათლეთ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი ერთადერთი რაც განავითარებს ქვეყანას ფანტასტიკური გონება გახსნილი ახალგაზრდობა ამას საუკეთესო განათლება მოიტანეთ და დანერგეთ ქვეყანაში რომ 10 წლის მერე ჩვენ მივიღოთ პირველი ფანტასტიკური ახალგაზრდები რომლებიც საოცრად გონება გახსნილები ისედაც არიან და ეხლა უკვე განათლების ხარჯზე მერე ისინი აითვისებენ ტექნიკას საბუნებისმეტყველო მეცნიერებს კი ბატონო ეკონომიკას ფინანსებს ვიღაც მენეჯმენტში წავა ვიღაც პროფესიობით წავა თავარი არის აქცენტი ქართველ ახალგაზრდებს არ ჭირდებათ რუსთაველზე იმ კრეტინულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხასუსვამ ახალგაზრდებო ხასუსვამ პირდაპირ გეუბნებით მოტყუებულებო საცოდავებო ამათ ჭირდებათ განათლება რომ ხვალ და ზეგ როდესაც ამ თაობის დრო მოვა ჩაიბარონ ეს ქვეყანა და იმაზე უკეთესად გააკეთოთ განათლება გაანადგურეთ და ანადგურებთ შეგნებულად ქვეყანას ყიდით და ყიდით უმოწყალოთ კორუფციაში ჩაფლული ხართ ბოლომდე
და წერს მოერიათ 4 ოქტომბერს ვის ბურჭულაძეს და ზოდელავას მე მგონი რა რიცი თქვენ რა დაგემართათ იცი აი მოგმართავთ პირდაპირ ჩემგან პიროვნული შეურაცხყოფა გამორიცხულია მე პოლიტიკას ვაფასე იგივე არაფორმალურ მართლს მოგმართავთ თქვენ რა დაგემართათ იცი ცნობილი რამეა ეს ახალი არ არის როდესაც ეწევით პროპაგანდას რაღაცის თუნებათ აი ამ ოპოზიციის წინააღმდეგ თქვენ ტექნოლოგია მოითხოვს მთელი შტამპები აი ხო როგორ უნდა გააშაო ვიღაცა ხო და ამ პროპაგანდას აქვს უკუჩვენება და ამას ქვია თვითგიპნოზი ანუ თქვენ თვითონ დაიჯერეთ ის რის პროპაგანდასაც იმიტომ გაქვთ დედანატირები იმიტომ ხართ ასეთები იმიტომ ვერ აგვარებთ პრობლემას და ქვეყანა მიყავს კრიზისისკენ გულწრფელად გეუბნებით მე არა ვარ გამოუცდელი ადამიანი მე თქვენგან არაფერი არ მინდა ძალიანაც რომ მოხვერწოთ მე თქვენგან არაფერი არ მინდა ვერც ვერაფერს ვერ გამიკეთებთ მე რომ თქვენგან მივიღო არაფერს არ მივიღებ და ძალიან კარგად იცით თქვენ მე მინდა ეს ქვეყანა ეს საოცარი ქვეყანა ეს საოცარი კულტურა ბიჭო რატო გინდა დაწყევლილები ყვეთ თქვენ გონიათ მარადიულად იქნებით ამ ხელისუფლებაში და თქვენ გონიათ რომ ეს ვირეშმაკული პოლიტიკა რომელიც 13 წელია გრძელდება გაგრძელდება და თქვენ ეს წარმატებას მოგიტანთ არ მოგიტანთ ეს მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა დგება ქვეყანა არის ჩიხში თქვენ შეიყვანეთ ქვეყანა იქ სადაც მისი განვითარება შეუძლებელია არაპროფესიონალიზმი ყველგან სადაც პროფესიული საქმე კეთდება უნდა კეთდებოდეს რა გავაკეთებ მე თავისუფლება მივეცი კიდე გეუბნებით ეს უნდა მეთქვა იმიტომ რომ მე მგონი კარგად იცით რომ მე არც ბოროტება მალაპარაკებს არც მე მინდოდა ჩემგან გაგეგონათ ის რაც თქვენ სხვა არ გეტყვით იმიტომ რომ სხვა ასე ვერ გეტყვით იმიტომ რომ სხვები ძალიან ბევრი დაბმულები არიან მე ღმერთის წინაშე მართალი ვარ ამ ქვეყნის წინაშე მართალი ვარ და ჩემ გვერდით მდგომი ადამიანების და ვისთანაც არ დგავარ ახლოს არ ვიცი რომ მათთანაც მართალი ვარ ხო და გაიაზრეთ, გაიგონეთ, მოაგვარეთ კრიზისი თუ შეგიძლიათ. მაგრამ ვერ მოაგვარეთ. მაშინ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა შემოგთავაზეთ. მსოფლიოში რანაირი დონის სპეციალისტებიც არ უნდა ჩამოიყვანოთ, მათ ისე ღრმად არ ეცოდინებათ ქართული რეალობა, როგორც მე გითხარით, იმიტომ რომ მე იმ თაობის კაცი ვარ, როცა უწვრილმანეს დეტალებში ყველაფერი მაქვს გავლილი, გააზრებული, თვეები და წლები ნაფიქრი, გეუბნებით ალალად. თავი დაანებეთ ამას, რომელმაც თქვენ დაგამახინჯათ, თქვენ თვით გიპნოზის ქვეშ მოეკეცით და გჯერათ ის, რასაც პროპაგანდას ეწევით. ეს არის თქვენ არ დაგმართიათ ეს მარტო, ეს საყოველთაოდ ცნობილი რამეა, ამიტომ მე გეუბნებით, იქნებ იფიქროთ, სანამ უარესად გაგრძელებოდიყოს საქმე. რაც იზამთ, ახლა გაუქმებთ ნაცმოძრაობას, განწყობას ვერ გაუქმებთ, ხო ხედავთ? თქვენივე პოლიტიკის შედეგად გააჩინეთ 100,000-ობით ადამიანი, რომელიც თქვენ არ გიღებთ. ამ ადამიანებს ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებს მხოლოდ სიტუაციის შეცვლა და ის, რასაც მე გეუბნებით, შეთანხმება ყველაფერზე, ყველა დარჩება თავისი აზრით, მაგრამ ჩვენ შეთანხმებული ვიქნებით და მე მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში, როცა მიმიწიეს, იქ გირჩის წარმომადგენლებიც იყო და მე მათ უთხარი ის, რაც პრინციპია და ვეუბნებით, თქვენ გინდათ გირჩი იყოთ, იყავით გირჩი. მე მინდა ვიყო ნორმალური კონსერვატორი. მე მაქვს თქვენს წინაშე პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ის თამაშის წესები, რომელსაც მე ეხლა თქვენ
გითხარით და გაგაცანით, გულისხმობს, რომ თუ გირჩი ეთანხმება ამ საერთო ქართულ პროექტს, მას აქვს უფლება იყოს გირჩი. გირჩით მე პირობითად ვამბობ. მაგრამ მე ვუთხარი მათ, თქვენ გაქვთ ჩემს წინაშე ვალდებულება, რომ მე ვიყო ნორმალური კონსერვატორი და ჩემი შეხედულებები შეთანხმებულ რეჟიმში მოეწონათ. დიახ, კონსტიტუციაზე მიიღწევა. მე ვარ კარგი და შენ ხარ მტერი და მეხუთე კოლონა. რამდენი მილიონი გაქვთ გადახდილი ამ ოპოზიციისთვის ღია ტექსტით გეუბნებით. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელმაც არ იცის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ვისაც გული გერჩით ქართულად. ვისაც თქვენი დედის, მამის, ბებიის, ბაბუის მადლი გცხიათ. ვისაც ამ კულტურაში გიცხოვრიათ, ამ საოცარ გარემოში გაზრდილ ხართ. დაუდექით ჩვენც ქვეყანას, საერთო ქვეყანას გვერდით. ეს პოლიტიკური ძალები ვერაფერს ვერ დაალაგებენ. ჩვენ დავალაგებინოთ. ჩვენ დავსვათ ისინი მაგიდასთან. ჩვენ შევათანხმოთ ისინი და ღმერთმა გაუმარჯოს ყველას შეთანხმებულ რეჟიმში ქართული ხალხი ვის მისცემს ხმას. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიღაც მომეწონება, ვიღაც არ მომეწონება, ეს უკვე სხვა დონის საკითხებია. მოდი ყველამ ვიფიქროთ ამაზე, დრო ცოტაა. 4 ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ელოდეთ ახალ გადატრიალებას ბჭყალებში. ანუ 100,000-ობით ადამიანი კვლავ მოტყუებული უნდა იყოს, კვლავ იდიოტივით უნდა გარბოდეს არიქა მიშა არ მობრუნდესო და კიდევ ხმას აძლევდეს იმას, რაც მას უარესად დააკნინებს და დაამცირებს. შევთანხმდეთ, სახელმწიფო არის ადამიანების თანხმობა მომავალზე. ჩვენ გვინდა რომ მომავალი გქონდეს ამ საერთო ქვეყანაში. ჩვენ ყველა ერთნაირები ვერ ვიქნებით. ჩვენ ერთმანეთი ვერ გვაყვარება ყველას და ერთმანეთი არიქა გვერდი დაუდგეთ და სისულელეები, ხო, გვიყვარდეს. ვერ. მე მიყვარს შეზღუდული რაოდენობის ადამიანები, ყველა ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მე მაქვს პატივისცემა ჩემი თანამოქალაქის მიმართ, რომელიც არის ჩემთვის უცნობი, მაგრამ მე ვიცი რომ ის საქართველოს მოქალაქეა. მე მის მიმართ მაქვს პასუხისგებლობა. თქვენც ჩემს მიმართ უნდა გქონდეთ პასუხისგებლობა. ის ვირეშმაკობა, ის უზნეობა, ის ერთმანეთის შეურაცხყოფა, ეს არის ქართველის დამცირება და დეგრადაცია იმ საზიზღარ დონემდე, როცა მას კაცი არ ქვია, ისევე როგორც არ ქვია მას ქალი, ვინც ამ დონემდე დაეცემა. ვიფიქროთ ამაზე, დრო ცოტა გვაქვს. ქართველთა გაერთიანების ოფისი იცით სად არის? ჩემი ტელეფონი გაცხადებულია 599469711. ყველგან მოვალ, ყველას შევხვდები და ყველას ხვდები, ვისაც კი სურვილი აქვს. გავაკეთოთ ის, რომ ჩვენ შევკრათ ჩვენი ქვეყანა ისე, სადაც ღირსეულად გვეცხოვრება. კიდე გეუბნებით, მე მართალია გაზრდილი შვილები მყავს, მაგრამ უსაშველოდ ცუდ დროს მომიწია მათი გაზრდა. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავყიდეთ თუ რაიმე გაგვაჩნდა. იმიტომ რომ ბავშვებში უნდა ჩაგვედო, იმიტომ რომ მე სწავლის და განათლების ფასი ვიცი. როდესაც იმ დემოკრატიის შუქურის დროს მე და ჩემმა მეუღლემ საქორწილო ბეჭდები მოვიძრეთ და ჩავაბარეთ, რომ ფული გაგვეგზავნა შვილისთვის, ამ გზაგავლილი ადამიანისთვის, ეხლა მთავარი ის არის, რომ სხვები არ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. სხვებს ღირსეული გარემო, შვილები არ გინდათ ღირსეულ გარემოში. შვილიშვილები არ გინდათ. ეს ხო ფანტასტიკაა. შვილები და შვილიშვილები ხო საერთოდ ფანტასტიკაა, ხო? კაცი რისთვისაც ცხოვრობ, ეს არის, ხო? არ გინდათ ღირსეულ გარემოში გაიზარდოთ. აბა რა გინდათ? ეხლა არქიფოს გინდათ, მაინდა-მაინც ზრდიოთ.
ქართველებს გთხოვთ ამ ქვეყანას დაუდექით გვერდით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა თქვენია, ჩემია, შენია და ასე იქცევა იგი ჩვენად. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ნებისმიერ ჯგუფს დაუჯდებით ნებისმიერ პროფესიულ საუბარზე. როგორი უნდა იყოს ქვეყანა, როგორი უნდა იყოს, ყველაფერი დაწერილია, ვისაც გნებავთ მოგბრძანდით და ტომებს გაჩვენებთ, ხო? ყველაფერი გააზრებულია. როგორი უნდა იყოს ეკონომიკის აწყობა შესანიშნავად შეიძლება. რა გვესმის ჩვენ პრემიერ-მინისტრი მივიდა ერთ პრივილეგირებულ ბიზნესმენთა ასოციაციაში, ზოგიერთს ვიცნობ, არ მინდა ახლა რაიმე ვთქვა და რა თქვა, ჩვენო ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას გავატარებთ. ბიჭო, იურისტი ხარ, აზზე არა ხარ. რა ლიბერალურ საგადასახადოს? მე მალე გამოვშვებ ციკლს დაბეგვრის ეკონომიკური თეორია. ეს არის დღევანდელ დონეზე დაბნახული დაბეგრა, როგორა ამერი სისულელები სადავ, იმიტომ რომ იმ ტყლაპო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პარადიგმაში გითხრეს, რომ აი ასე დერეგულაცია თუ იქნება ლიბერალური ეკონომიკა უნდა აზზე არა ხართ. აზრზე არა ხართ. ემსახურებით კლანებს. ეს არის თქვენი პოლიტიკა და ეს უნდა შეჩერდეს და სხვა ჩარჩოში უნდა გადავიყვანოთ. ყველაფერში გადავიყვანთ თუ ქართველთა სურვილი იქნა. აი ეს არის საფიქრი ძალიან სწრაფად შეიძლება არა, მაგრამ იფიქრეთ ჩქარა, იმიტომ რომ ბევრი დრო არ აქვს. გადატრიალება დამთავრდა, ემზადეთ ახალი გადატრიალებისთვის და თუ არ გინდათ რომ შეურაცხყოფილი იჯდეთ და უყუროთ ყველაფერა მარაზმულ ყოველდღიურობას, მაშინ კეთილი ვინებოთ და ამ ქვეყნის გვერდით დავდგეთ, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. მე თქვენ გითხარით და ამას არ გადავალ. მე თქვენ ვერსად ვერ ამირჩევთ, მე თქვენ არაფერზე არ შეგაწუხებთ. ეს, რასაც მე ვაკეთებ, არ კეთდება არჩევანისთვის, ეს კეთდება იმისთვის, რომ შეხედულებათა სისტემა შეიცვალოს და ჩვენი 700 წლოვანი ისტორია თუ არ გადავტეხეთ ეხლა და სხვა ტრაექტორით არ გავუშვით, ქართველები დამთავრდებიან. ზღაპრებს ნუ მომიყვებით. 1,430,000 ქართველი დარჩა. გახედეთ. თქვენ არ იქნებით, სხვა იქნება. ბალანსი არ შეიცვლება. კარგად ბრძანდებოდეთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, იმედი რო არ გქონდეს, ამას არ გავაკეთებდი. მე გემშვიდობებით 4 შაბათამდე, მაშინ ლექცია იქნება, უკვე მესამე ლექცია. და მანამდე თუ კი არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, მე არ ჩავერთები, თუ განსაკუთრებული რამე იქნა, 2 შაბათს ან 3 შაბათს ჩავერთები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს, ისევე როგორც მინდა გჯეროდეთ, რომ თქვენ როგორც ერთი ადამიანის გქონდეთ